ადვოკატის პროფესია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია და ზოგადად ადვოკატურის განვითარება ქვეყანაში არის აუცილებელი იმისათვის, რათა გქონდეს მაღალი ხარისხის მართლმსაჯულება. ადვოკატის როლი არის ძალიან დიდი, განსაკუთრებით სისხლის სამართლის პროცესში, თუმცა არა მარტო სისხლის სამართლის პროცესში. უნივერსიტეტების მიმართ ძალიან ხშირად გვესმის კრიტიკა, რომ ისინი არ არიან მიმართულნი იმისკენ, რომ პრაქტიკული სწავლება განახორციელონ და პრაქტიკული კუთხით, ასე რომ ვთქვათ, შესაბამისი გამოცდილება მისცენ სტუდენტებს, თუმცა თქვენი უნივერსიტეტი ამ მხრივ ნამდვილად განსაკუთრებულია და მე რასაც ვხედავ, ძალიან დიდ ყურადღებას უთმობთ პრაქტიკულ საკითხებს და პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავებას. მინდა ვთქვა, რომ სწორედ პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავება აქცევს იურის წარმატებულ იურისტად, ადვოკატს წარმატებულ ადვოკატად, როგორც არ უნდა იცოდე თეორია თუ პრაქტიკული უნარჩვევები არ გაქვს, ვერ იქნები ეფექტური სასამართლო პროცესზე, ვერ დაიცავ ადამიანთა უფლებებს. რაც შეეხება ადვოკატს უნდა გქონდეს ძალიან ბევრი უნარი. პირველ რიგში ეს იმდენად მძიმე და რთული პროფესიაა, რომ პირველი რაც უნდა გქონდეს ადვოკატს არის პროფესიის ძალიან დიდი სიყვარული. თუ ეს პროფესია არ გიყვარს, თუ ეს საქმე ბედნიერებას არ განიჭებს, შენ წარმატებული ვერ იქნები. მეორე, ადამიანების სიყვარული, შენ უნდა გიყვარდეს ადამიანები. შენ უნდა მიქონდეს გულთან ადამიანის ტკივილი. თუ შენ არ გტკივა, შენი დაცვის ქვეშ ყოფის ტკივილი, შენ მას ეფექტურად ვერ დაიცავ. აი როგორც ექიმი ვერ უმკურნალებს ადამიანს თუ დიდად არ ანახავს მისი მდგომარეობა, ასევე ადვოკატი ვერ დაიცავს ადამიანს თუ დიდად არ ტკივა მისი ტკივილი. და მესამე არის ის, რომ ვიყოთ მუდმივად მიმართულნი იმისკენ, რომ უკეთესები გავხდეთ, განვითარდეთ და არასდროს ვიყოთ კმაყოფილი საკუთარი თავით. რა თქმა უნდა, ყოველდღიურად მნიშვნელობა არ აქვს ამას თუ როგორ ეფექტურადაც არ უნდა ვაკეთებდეთ ჩვენ საქმეს, ყოველთვის უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი ტექნიკები, ჩვენი უნარჩვევები განავითაროთ და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გავხდებით წარმატებული ადვოკატი.